თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ უთანხმოების მიზეზია ოპოზიციურ პარტიებში, ამჯერად გიორგი გახარიას განცხადების გამო. როგორც პარტიის გახარია საქართველოსთვის ლიდერი ამბობს, ის ემზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში იმსჯელებენ, თუ ის მოთხოვნების შესრულდება, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აყენებენ საუბარია. ახალი საპარლამენტო არჩევნების ახალი პირობებით ჩატარებასა და პატიმრების გათავისუფლებაზე. თავის მხრივ მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არსებულ სტატუს კვოში, არსებულ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობა ამაზე ფიქრის კი არის უბრალოდ ამორალური. ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, ადმინისტრატორი ვინ უნდა იყოს? თია წულუკიანი და ირაკლი კობახიძე ისევ და ამ საკითხების და ამ პირობების გარკვევა აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგადად საერთოდ ფიქრი იყოს ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნების მონაწილეობაზე. ქართულმა ოცნებამ შემოიტანა თვითმმართველობის საკითხი პოლიტიკურ დღესასწაულებში. გახსოვდეს წინა ჯერზე მაქვს საუბარი და 7 თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ესე იგი ავარდნენ დაიწყეს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციონირება. ჩვენ მაშინაც ვამბობდით და დღესაც ვამბობთ. თუ ვინმეს ინტერესებში შედის ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ეს არის ქართული ოცნება. და როცა ისინი ამ საუბარს აგრძელებენ, არის სულ 2-3 ახსნა, ხო? ან უბრალოდ იდიოტები არიან, თან სასარგებლო. ან უბრალოდ ვერ, ასე ვთქვათ, აცნობიერებენ, რას ჩადიან ამით. დღევანდელი კვლევებით ქართულ ოცნებას აი ამ პოლიტიკურ სივრცეში არ ყავს ისეთი ძალა, ისეთი ოპონენტი, რომელსაც შეუძლია სერიოზული ან რაიმე ტიპის არსებითი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ესეც პირველესად, რა თქმა უნდა, ის განწყობები, რაც არის საზოგადოებაში და მეორე, რატომაც იქმნება მსგავსი ტიპის განწყობები, ანუ როდესაც პარტიები, პოლიტიკური ძალები მოქმედებენ ქვეყნის და საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, როდესაც ხედავენ, რა სჭირდება ხალხს, ხედავენ რას ითხოვს მოსახლეობა და ამ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე რეაგირებენ, ეს რა თქმა უნდა ქმნის იმის საბოლოო ჯამში ეს ქმნის საარჩევნო განწყობებს და საარჩევნო გადაწყვეტილებებს. ამიტომ ამის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რა თქმა უნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვეთ.